გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? ვინც პირველად მიყვარავს, მე ვარ გიორგი მხაკაძე და ვინც პირველად არ მიყვარს, დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისათვის, მოსაზრებებისათვის და რა ვიცი, დილამშვიდობისა, შუადღის მშვიდობისა. მოგეთ დღეს პოსტი დავდი და ნუ მოკეთ ამაზე აღთყდა თელი ამბავი, არაერთი სააგენტო დადო ეს ამბავი, ნუ ლანძღვეგინებად რა თქმა უნდა მოყვა, მოულოდნელი არ იყო ჩემთვის და რა ვიცი ზოგი ადამიანი ვიცანე ზოგი აი ქაბატონო არის კილაძეც მომწერა რომ დაწერე დეტალურად რა ხდება და როგორ ხდება ნუ მოგეთ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ჩემ ერთ პოსტს პოსტი ეხებოდა იმას რომ მადლობა გადავხადე პოლიციას აი რა არის ახლა ამაში რო დაფიქრდე მადლობა გადავხადე პოლიციას ნუ ჩაოლებრივი თემა არის თუმცა ამ ქვეყანაში ეს აკრძალული არის ახლა რა მოხდა ძალიან ჩაოლებრივი თემა არის მეგობართან მივდიოდი პანაშვიდზე, თქო გაინტერესდა რა მოხდა, ნუ მივდიოდი პანაშვიდზე, ნუ აი მაგარდაეცვალა ახალგაზრდა კაცი ძალიან ენერგიით და ძალიან ჭკვიანი ადამიანი და ნუ აი ფსად პანაშვიდზე სიარული არასასიამოვნო თემა არის, იმიტომ რომ ადამიანს მშვიდობები ხო და ემოციურად ხარ დატვირთული, მოდი ასე თქვა, როცა მიდიხარ პანაშვიდზე, ეს არ არის რაღაც საგულაო წასვლა, ხო? თან ძალიან კარგი ადამიანი, თან მისი შვილი ჩემი მეგობარი არის და ანუ ახლა მეგობრის მამის პანაშვიდზე რომ მიდიხარ, როგორ ემოციაზე უნდა იყოს. აი ახლა ერთი რაღაცა, თუ ქართველი ხარ და თუ ხარ უჯიშო, მაგას ვერ გაიგებ და უჯიშოები მაინც ვერ გაიგებენ მაგას. ხო და რომ მივდიოდი, არაფერი არ მახსოვდა და ჩემ თანაშრომლთენთაც მიდიოდი მეორე მანქანით და გამახსოვდა მეთქი ყვავილები ვიყიდეთ მეთქი, იმიტომ არ ფიქრობ არაფერზე, იმიტომ რომ აი ფიქრობ რომ აი პანაში უნდა წახვიდე და აი ესეთი სხვა აზრებზე ხარ, რა ვითომ რაღაცას ლაპარაკობ, მაგრამ ფიქრობ რომ აი ეს პანაშვიდზე რომ მიდიხარ, ანუ ძალიან ძიმიე რაღაცა არის რა. ჩემთვის მაგალითად, სხვაებისთვის არ ვიცი როგორ არის. დაურეკე ჩემ მეგობარმა გვერდზე იჯდა და მეთქი ყვავილები მოაქვთ მეთქი და ისინი უიმე გიორგი უკვე მოვედით და ყვავილები არ გვიყიდიო. მეთქი რა როგორ მეთქი რა. ნუ სასწრაფოდ ნუ ყვავილები უნდა ვიყიდოთ და ნუ გზაზე მივდივარ ნახალოვკაზე ეს დიდი გზა რო არის დადიანის ქუჩა და კუთხეში დავინახე ყვავილები იყიდებოდა ნუ გავაჩერე მანქანა ჩავხდეს მიგალკები რაღაცა ნუ თქვი გადმოვედი და სასწრაფოდ ნუ ჩქარა ვიყიდე ყვავილებს და გადმოვედი და ნუ ქალბატონს მომთხარ ნუ რაც აკა ყვავილები მომეცი მეთქი მიხაკები იყო და ნუ გადმოვედი ჩაოლებრივად რაღაცა და გააჩერა მანქანა ვერცხლისფერის მანქანა იყო და ამ ვერცხლისფერის მანქანაში იჯდა პატივცემული შავ კეპკაში სურათი დავდით სხვადასხვა რაღაცა ოქროს ბეჭედი და ოქროს ჯაჭვები რაღაც ოქროს საათი ესე იგი ეს იყო ნისანის ვერცხლისფერის მანქანა ნომრები გადაცემული სადაც არის საჭირო შენო ის არა ხარო კოვიდი და რაღაცე ნუ ხო იცი ახლა რაღაცა ნუ ხო გისმენთ მეთქი რა შეასაქმე მეთქი რამე შეკითხვა მეთქი შემეკითხე გაგცემ პასუხს მეთქი და დაიწყო ნუ აი კლასიკური ლანძღვა გინება რაღაც მეთქი რატომ აყენებ შეურაცხყოფას მეთქი შეურაცხყოფას რატომ აყენებ გადმოდი თუ ხარ კაცი მეთქი მართლა თუ ხარ კაცი გადმოდი მეთქი გადმოდი მეუთხე თან ეს იყო როგორ იჯდა იცი მოჭამდა ბაქუი მაგას იაპონური მანქანები რო ხო აქეთ მხარეს რო არის საჭე ხო და მეთქი გადმოდი მეთქი რა გადმოდი მეთქი არ გადმოვედი ამოვიღე კამერა გადავიღე სურათი რო გადმოვიღე რა დაემართა იცი გათეთდა ეძველი ბიჭი ნუ მოკლედ ხო და შესაბამისად ნუ ახლა რეაქცია აი რა უნდა გავაკეთო ხო და ანუ ჯერთვის წამოდეხარ როგორი ემოციოდ დატვირთული იყავი მიდიხარ პანაშვიდზე მეგობრის მამის პანაშვიდზე მიდიხარ აი ძალიან ყიდულობ ამ მიხაკებს რა ნუ ახლა აი რაღაცა და ვიღაცა ვიგინდა რა აი სხვა სიტყვას ვეპოულობ გამოდის და რაღაცა აი სისულელებს წერს და აკეთებს ხო და დაიცეთ ერთ წუთით ინტერნეტი გაიჭედა
ვეუნები ტიპს გადმოდი მეთქი რა. გადმოდი, თან ჩემი მეგობარი გვერდზეს ის და ის შოქს ჩავარდა, რეები ხდება, კაიგე. მაგას აღგონ შემეშინდებოდა, თუმცა ერთი აი მართლა გეუნები ისეთი გაბრაზები რო გადმოსულიყო და დავლეწავდი. მართლა გეუნები. მაგ არ დავიცდო, ჭიდაობას დავდივდი თავის დროს. მაგრამ აი ეს რაღაცა ეს ველური რაღაცა რო ორგანიზმზე რო გადმოგდის და აი რო უკვე იცი რომ რაღაცა ცუც ჩაიდენ რა მეთქი გადმოდი მეთქი რა გადმოდი მეთქი გამოდი და შემეთქი გადმოდი ვინა შენი მეთქი გადმოდი თქო და გასა და გაიქცა ვირთხასავი და ვირთხარის და იმიტომ ახლა ხوار გავეკიდები ახლა მაგას პანაშვიძე ვარ წასასვე ავედი ზომბოდ პანაშვიძე ჩემი მეგობარი ვნახე ძალიან კარგი ქართული ოჯახი რომელიც ნამდვილად უდიდესი საქმე გაუკეთებია ქვეყნისთვის. არა ესაჭირო ახლა ამ ლაივში მივიდით ვინ და როგორ და რაფერ. ჩამოვედი ახლა, მაგრამ აი ეს ხო დაადალეგე, ჩამოვედი ქვევი, დავრეკე 112-ზე და უთხარი, ეგეთ სიტუაცია მოხდა. ეს. ნუ ჯერ რაღაცა ქაბად, რომელი რაიონი რაღაცა საცილო იყო. ეს ნუ ხო მექანიკურად გააკეთეს 112-მა, ოკეი, გაავიარეთ ეს თემა. მერე მეორე მირეკავს ვიღაცა პირდაპირ გეტყვით, პირველი ზარი იყო არაპროფესიონალის, ცოტა ნაგლურად დამელაპარაკა ეს პოლიციელი, ნუ სიმართლე ხომ უნდა ვთქვათ ახლა. ცოტა ისე აგდებულად დამელაპარაკა და მეთქე პატივცემულო, 100 მოხდა, ნუ აი პირველი ზარი იყო არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული, არ ვიცი, ან იფიქრა ინტრიგანი, არ ვიცი მე რა იფიქრა ისე და მოყოლ შემთხვევაში ის პირველი ზარი იყო არაადეკვატური, უნდა ვაღიარო. ნუ მე რო უთხარი ვინ ვარ, რა ვარ, რა მოხდა, როგორ მოხდა, ნუ ბოლომდე კიდე ვერ რაღაცა ვერ გავიგე, მე უთხარი მე ხა ქუჩები არ მახსოვს მეთქი და სურათი მე როცა გადავუღე ამ პიროვნებას, ნუ იმაზე რაჯანდაბა ქვია, ტელეფონში მისამართი ზუსტად გაჩვენებს, ამ დროს გაჩვენებს და მისამართი ხო ეს ეგ არის iPhone-ის კარგი ფუნქცია და მე რაღაცა წერეთელზე მეთქი, რა ვიცი ახლა მე ახლა და აი წერეთელზე არავინ თუ პოლიციაში ყოფილი და გააჩნია რომელ რაიონს დაეწერება ალბათ საქმე რა ვიცი მე ნუ ახლა ეს ჩემი საქმე არ არის მე როგორც მოქალაქე არ მაინტერესებს მოთხარი მე როგორც მოქალაქე არ მაინტერესებს მეთქი ეს მოხდა ახლა გეტყვით დაგიდასტურებ გადავამოწე აგერ მე ვთხარი ეს და ყველაზე საინტერესო რა იყო ამ საქმეში პირველი ნუ ტელეფონი რა ქვია ტელეფონი გადავიღე ამ პიროვნების სურათი რა თქმა უნდა გადავიღე სურათი მანქანის ნომრის, რა თქმა უნდა, და მანქანის შუშაზე იყო რაღაც საშვი. რის საშვი იყო, მე არ ვიცი, მე რა ვიცი, ახლა ეს საქართველოში უყვარდა საშვები და რაღაცები. აი თეთრ ქახალზე იყო ეს ლურჯი ხაზი. ეს ამას Facebook-ზე დავდე, სხვა შეს დავამატებ. ხო და იქ იყო QR კოდი სხვათაშორის. QR კოდი რომ მივუნიშნე, კოდი ამომიგდო და წერა ვადაგასული იყო. ანუ პირველი იანვარი 2024, პირველი იანვარი 2025, ანუ ვადაგასული თემა იყო. ანუ უკვე სამართალ დამღვევი არის ეს ადამიანი, იმიტომ რომ მანქანაზე აქვს საშვი, რომელიც არის ვადაგასული. სავარაუდოდ ვიზუალიდან სავარაუდოდ მუშაობს რაღაცა სიპი-მიპი რაღაცა, ნუ აი ეგეთი თემები. და ნუ აი ძალიან ავარნილი თემა. ნუ არ ამგონი ვიღაცა ინჯუშნიკი იყო ეს ხო ფაქტი არის. ამის შემდეგ რამოდენიმე ზარი მირეკავდნენ და მოდი პირდაპირ გეტყვით, იმ დღეს იყო ზუსტად აი ეს ხო მოხდა, რაც მოხდა და ავედი მეგობართან რაღაც დინა იყი და რაღაც ვეხმარები, მეთქი აი ესე დიზაინზე ლაპარაკობ და ზარი მომივიდა საპატრიარქოდან. და მეუნებიან ბატონო გიორგი პატრიარქთან გაქვთ აუდიენცია. ერთ საათში უნდა იყოთ საპატრიარქოში. ხო წამო აი ეს ემოციები რაღაც აი ხო წარმოგიდგენია და ნუ რა თქმა უნდა გემები შეიცვალა სიმართლე ის იყო გაბრას მეთქი ბავშვი წამო დავლიოთ მეთქი რაღაცა მე ხო არ ვსო მაგრამ დავლიოთ მეთქი და ნუ დალევა რა დროს დალევა ესე იგი საპატრიარქთან ზარი მოვიდა ნუ რა თქმა უნდა იმ წუთასვე წავედი საპატრიარქოში ნუ იქ რაც მოხდა საპატრიარქოში მეგონი ძალიან კარგი ლაივი იყო და ნახეთ რომ მართლა ეს იყო ჩემთვის აი არ ვიცი აი ხო გონი აი ეს ერთ დღეს მოხდა აი ეს რაღაცა არასასიამოვნო ეს უბედური ეს არაკაცი აი არ ადამიანები რო არიან ხო ეს ქვეწარმავლებს რო უძახეთ ჩვენ ხო იცით აი ეს ადამიანები აი ეს და მერე შენ მოხვდები პატრიარქთან აი ნუ ეს იყო ენით აუღწერელი ემოციური
ჩემთვის პირადად აი რომ გამოვედი მე კიდე იმის დღე კიდე ერთი დღე მე ვიყავი აი ეხლაც კიდე ამ ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ხო, ну რა თქმა უნდა საპატრიარქოს შევდი ტელეფონი გამორთე, რა თქმა უნდა ტელეფონი გამორთული იყო, ну მე როცა გამოვედი საპატრიარქოს, ჩავხვდე ტელეფონი, ნახე, იმდენიდან არეკი იყო, რომ მეტრი არ შეიძლებოდა, ну დაარეკეს და მე ვთქვი, ბოდიში საპატრიარქთან ვიყავ, მეთქი, მაპატიეთ, ვერ გიპასუხეთ, თელი ამბები და ну მეორე დღეს დაარეკეს, აი ეს მეცხრე მგლდანი ნაძალადები რაღაც სამართველო თუ რაღაც არ ვიცი მე რა ქვია, მოკლედ სახელწოდებას დავწერე, მეთქი არ შემეშალოს და ახალგაზრდა სპეციალისტი იყო სავარაუდოდ ამ განყოფილების ისავა რომ ასე და მე იყო ჩამოთვლილი თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ახლა მე არ მდედი დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ საჭირო არ არის ეს. ჩემი მოთხოვნა იყო და არის ძალიან მარტივი, მე არა ვიცი ციხეში ჩასმის სურვილი არ მაქვს მეთქი და არც ინტერესი არ მაქვს და არც ჩემს პრიორიტეტი არ არის. არც არის ჯარიმის დაწესება, ну ალბათ დააჯერებენ რომ აი ეს საქსაო მანქანაზე რო აქვს ტყვილი ყალბი საშუალო ამაზე უნდა დაჯერდეს სავარაუდოდ. და სხვა შუს არასდროს რო გააჩერე მანქანა იმაზე უნდა დააჯერე. მე რომ მკითხო, იმიტომ რომ მიგალკები არ ქონდა ჩართული. ხო და შესაბამისად, როცა დადგა საკითხი, ჩემი მოთხოვნა იყო ძალიან მარტივია. დაადგინეთ ეს ადამიანი, დავადგინეთო. მეთქარი, ახსნა გამოტება, მეთქარი. და მე მითხოს, აი ეს რაღაც შეიძლება გაკეთებულიყო კონკრეტულად კანონის ფარგლებში, მეთქარი, კანონის ფარგლებში რა ხდება? ამიხსნეს ყველაფერი და მეთქარი, აი ეს ზომა ჩემთვის მისაღები არის. რა იყო, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. რაც მე ვთხოვე, მითხეს, კი ბატონო, ჩვენც ეს მისაღებია, კი ბატონო და ის მოხდა ზუსტად ის რაც მოხდა. ანუ და მე ხა გუშინ არ დავდი მაგაზე არ მინდოდა მაგას მე კიდე ვიყავი პატრიარქის შემდეგ შეხვედრის შემდეგ აი გეუბნებით კიდე ვარ აი ეს ემოციებს ქვეშ მაგრამ აი ეს მაიმუნო მამაძაღლობა რაც მოხდა ну დღეს დავდე პოსტი ну რა ნახა ჩემმა თვალებმა ну მოკვედ ყველა გამოყო თუ რამე აი ხო იცი ხა რადიკალური ოპოზიცია და აქ არის რადიკალური ოპოზიცია პოზიცია ანტივაქსერები ამოყვენ თავი ну პირველი 1000 ფოლოვერი დამეკაკეთ და ღამე არ დამეძისმრება 227 თუ 28 ასე იგი 200 დილას იყო 228,000 ფოლოვერი და ნუ 1000 დამეკარგა და ახლა არის 200 ვაიმე 200-იც რო იყოს და 10-იც რო იყოს და ამით რა მიცვლება არაფერი და ნუ კომენტარებს რო წაიკითხო ანუ შეხედე ასე იგი და მე მაინტერესებს ვინ არიან ეს ადამიანები წერენ ნუ ბოტი კვატი გავიგე აი ცოცხალი ადამიანი თუ გადახედა ეს ოპოზიციურად განწყობილი აი დროშები და რაღაცა და თქვენ ოჯახი შენებულებო თუ თქვენ ევროპა გინდათ ევროპა რას ნიშნავს იცი ეს არის ევროპა ნიშნავს კანონის დიქტატურა აბა მიდი გააკეთე ეს მაშინ რა თქმა უნდა ევროპაში აბა ჩაარტყი თავი ან ხელი მოკიდე ან ხმა უწია პოლიციას სადა მოყავ თავს გინდა ამერიკაში და გინდა ევროპაში ციხეში ამოყავდა დალპები ციხეში ალო, გამოიყვეთ, რეებს აკეთებთ რა. და მე მეგონა რომ პირიქით რომ ანუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მე ხო აი დამესიეს, ნუ აი ლანძღვაგინებას არ დამაკლეს, არაფერი, ხალხო რა გჭირთ. აი მაგაშია საქმე რომ იმიტომ არის რომ რაც ჩამოვედი ერთი თვე ვარ საქართველოში, რუსთაველზეც დავდივარ, თავისუფლებაზეც დავდივარ, ქალაქში დავდივარ და კლუბებს არ ვიკლებ და რესტორანებს რა. ανε გაფარჩეკებულია ვიხართ ოპოზიცია რატომ იცით იმიტომ რომ არსობრივად თქვენ არაფერს არ აკეთებთ და აი მონური მენტალიტეტი აი რუსეთი ალო გაიხედეთ გარეთ რა ხდება ელიაბას გაიერეთ რა ხდება და ნახეთ რა პროდუქტები იყინება და სად ვარ და ჩვენი ეკონომიკა რაზეა და ვიზია არის მიმბული ალო ხო და აი ეს არის რომ აი გაქანებული კოცი არისო ესე იგი მე თუ ვამბობ რომ პოლიციამ ყისიერი ყურადღება და ყველაფერი გააკეთა რაც არის საჭირო ეს თურმე კოცობა ყოფილა თქვენ ოჯახი შენებულებო ეს არის ევროპა რაც ის რომ პოლიციას დაარეკავ და პოლიცია მე არ მეგონა რომ საერთოდ რამე ყურადღებას გააკეთებ მე რაც ლანძღავდი და ვლანძღავ ამ ხელისუფლებას მე მგონი ჩემზე უფრო კაცრი რაჯანდება ოპოზიციონერი ამ ხელისუფლების არავინ არ ყავს რომ მე ვარ ოპოზიციონერი რომელიც რეალობას ვამბობ და არა ტყილს. და ეს გაყიდული პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით მინდა ვიყო პატრიოტები და მინდა ვიყო ოპოზიცია, ნუ აი აგერა მოდით ხელში.
ყველაზე მეტად გამიკვირდა ეგრეთ წოდებული ევროპულად განწყობილი ადამიანებისა და ის ადამიანები, რომლებიც არიან ჭყალებში ოპოზიციური, ნუ მლანძღეს თათხე რას ქვიაო შენო პატრულს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა ხო ახლა კიდევ მადლობას ვეუბნები. დავრეკე, ფაქტი არის, რომ პირველი ზარი იყო ბანძი და არაპროფესიონალის, ძალიან უხეშად მელაპარაკა ეს ადამიანი, ასე არ უნდა ელაპარაკა. კი ბატონო, მიხედავენ ალბათ იმ ადამიანს, ტრენინგს კიდე კი უნდა გააგდო ადამიანი, ნუ ტრენინგი უნდა ჩაუტარო, ცოტა განათლება მიცენ და ეგ არის თავარი. მეორე რაც შემდეგი ნაბიჯები იყო, რავთ ამჯერ დარეკეს, საბოლოო ჯამში მოაგვარეს და ყველაფერი გაკეთა ისე, რაც მე როგორც მოქალაქე მოვითხოვე. ახლა მაშინ თუ ჩვენ ვლაპარაკოთ ევროპულ მომავალზე, ევროპული მომავალი ეს არის. არა, ზოგი ამბობს, შენ რა უნდა გამოსულიყავ ეს ოპოზიციად განწყობილი ადამიანი და თურმე ეს ადამიანი უნდა ჩამერტყა და ჩამელეწა მანქანაში. გესმის? ანუ ეს არის თქვენი ევროპულობა და ეს არის თქვენი პროგრესული აზროვნება. აი მაგაზე ვგიჟდები რა. ანუ ელემენტარულად ხო უნდა იყოს განსაზღვრული რა არის პრიორიტეტი და რა არ არის პრიორიტეტი. როცა დარბევის პროცესში აი ეს ბიჭი, ხუჭუჭა ბიჭი, რომელიც რუსთაველზე უმოწყალოდ გალახეს, მე პოსტი დავდე და მეთქე ეს მიუღებელია და ეს უნდა დაისაჯოს. ეს არის ჩემი პოზიცია. და მე ვთქვი მაგ საჯაროდ. მაგრამ იმის მერე რაც რაღაც მაიმუნებები ხდება, ნუ ახლა მე ბრუსიანი კი არა, ყველაფერს ვხედავ. განსაკუთრებით აქ როცა ჩამოვედი, I am sorry რა. ხო და კიდევ ერთხელ თუ იმეს არ მოგწონ ვართ, Facebook-ზე არის ესეთი ფუნქცია, ქვია unfollow. unblock და წადი ჩემ ბატონო, წადი 1000 კაცი და კიდე 10000-ის რო წავიდეს. I no problem რასაც ქვია რა. როცა ხარ ოპოზიცია, მე მეგონა პირდაპირ გეტყვით, რომ ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები დაგმობენ ძალადობას. ეს ხო ძალადობა, ეს ხო სიტყვიერი ძალადობა, ფაქტობრივად რომელიც არ გადავიდა ფიზიკურში, ხო? ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ ძალადობაზე. ფიზიკური, კი არა, სიტყვიერი ძალადობა წამოვიდა. სავარაუდოდ ახლა ვინ იყო ეს ადამიანი, ახლა ვიღაც რაღაცა სიპის, რაღაცის რომელიღაცა სავარაუდოდ სახელმწიფოს რაღაცა მართული პარტიის ვიღაცა აქტივისტი იქნება. აი მომკა ეს ტიპი, აი მიშა ზროსი იყო, ეს ნაცი აქტივისტები იყო, ახლა კოცი აქტივისტები. აი ხო ეს კენჭები რო არიან, ხო ეს აი აფის გამკეთებები რო არის. სავარაუდოდ ეს ტიპი იყო. ჩაუტარეს ახსნა გამარტება. აი ეს არის ზუსტად სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია. ჩვენ სანამ არ ჩამოყალიბდებით, რომ მოქალაქეობრივი პოზიცია არის ის, რომ როცა კანონი არსებობს, კარგი თუ ცუდი კანონი არის ქვეყანაში, ამ კანონს უნდა დავამერჩიოთ, მორჩი და გათავოთ. შენ თუ აკეთებ რევოლუცია თქვენ ოჯახაში ნებოლებო, თუ აკეთებ რევოლუცია, გაიღა 300,000 კაცი ყავდათ გამოყვანილი რუსთაველზე, რატო არ იღეთ აქ მას პარლამენტი ვიმე გიშიდა ხელს? პოლიცია იყო 10,000 თუ რამდენი იყო, ხო? ანუ იცით რას გეტყვით, აი ზღაპრები და რაღაცეები არ გვინდა რა, აი აგერ ამოვიდა. ეს მიტინგები, 100 დღე მიტინგებს გავიარენ, ნუ დგას იქ 100 კაცი, სამსახურიდან გამოდიან, გაერთობიან, თამაშობენ. ძალიან საყვარლები, აი მე დამაინტერესებს. საყვარლად არიან, რაღაცა ლაპარაკობენ, რაღაცა სპიჩებს აკეთებენ, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში დემოკრატიული ერთადერთი რა დისკომფორტი არის, რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი თუ არა. დანარჩენი გამოდიან ლაპარაკობენ თავის მოსაზრებას გამოხოდავენ. It's okay. დემოკრატია არის. რამე ტყუილს ვამბობ. პოლიციას რაც შეეხება ტყუილა უბრალოდ მე დაჭერილი ადამიანები არ დამინახია. რა ვიცი, მე იქ მიტინგებზე როცა დარბევდი რაღაცა არ ვარ ნაყოფი. მაგრამ ეს უნდა ვთქვა, როცა არის სიმართლე უნდა იყოს თქმული. პოლიცია აკეთებს თავის საქმეს, მე პირადად მე გამოვცადე და ჩემი გამოცდილება გავაზიარო და ამის გულიზა უნდა გამლანძღოთ, გამთათხო და შურაწყობა მომაყენო. გალანძღოს მიჩვენა, შურაწყობას რატომ მაყენებთ? და ყველაზე მეტად ადამიანი როცა შენო ხოცი ხარ, რომ აი თქვენი ნაცის და მე აი ეს დზე რო იწყება, ხო იცი და აი ეს სამსართულიანი კახელები იციან ამის თქმა ძალიან კარგად, მე ასე კარგად არ ვიცი. აი ეს არის, როცა შენ ხარ ტვინი გამურეცხილი და ანუ უკვე ვეღარ აზროვნებ ადამიანურად და უნდა თქვა, როცა კარგი რაღაცა არის, უნდა თქვა, როცა ცუდი რაღაც არის, უნდა თქვა. და ამ ქვეყანაში ან ნაცი ხარ, ან ქოცი ხარ, გაიგე? აი შუა სისტემები არ არსებობს, დამოუკიდებელია. ორივე პარტია არის აშში, ჯერეთ ამ ქოცებში ყველა არიან ნაცები.
ყოფილი ნაცები. კარგით, პარლამენტში გადახედეთ, ხახნო, რა გჭირთ? ამნეზია გჭირთ თუ რა, ვერ გავიგე მე. აი პოლიტიკიდან გეუბნებით ერთი მეორე სალომე ზურაბიშვილი მე მართლა მეგონა ქალი მართლა საფრანგეთში მუშაობს რაღაცა ტიპმა რა გააკეთა რა გადააგდო ამდენი ახალგაზრდა რომელიც გულწრფელად კიდევ ერთხელ იმ ბავშვების აი გულწრფელად რომელიც ჯეროდა რომ აი სალომე რაღაცა გამოიყვანა თავის სასახლე და ბაი და ეს არის თქვენი ოპოზიციის ლიდერი ვაი თქვენს პატრონს და უბედურს ოპოზიციას ლიდერი არ აყავს. ოპოზიციური პარტიები ყველა გაფარჩაკებულები არიან და რატო არიან გაფარჩაკებულები? იმიტომ რომ კონკრეტულ პოზიციებს ვერ იკავებთ. მე ველოდებოდი რომ პოლიტიკური პარტიები და ჩვენ ძალადობად გქონდა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა ხარ და როგორ ხარ. ძალადობა უნდა დავგმოთ. რატო არის ის რომ ოპოზიციური პარტიები ანტივაქსერებს არ გმობენ? გამეცით პასუხი. და პასუხი რა არის? იცი იმიტომ რომ ჩვენო ელექტორატს დავკარგავთ. ანუ ტიპები არიან ვაქსერები, ანუ პირიქით პირველები გაიხსნა დუბაიში და გაიკეთეს ვაქცინები და თავის ისე ვითომ ანტივაქსერები არიან, იმიტომ რომ შეხედეთ, აი ძალაუფლების გარდა არაფერი არ აინტერესებს. ხალხი არ აინტერესებს, მაგრამ და აზრი არ აინტერესებს. ჩვენ ოპოზიცია არ აქვს და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები კიდე არიან, ან ნაწილი ბოდიში და არაადეკვატურები ხარ და ან წილი პროსტ მოთხულებულები ხარ და გამოიღვიძეთ ხალხო, ოპოზიცია ქვეყანაში არ არის. და შენ მე როცა სახელმწიფო და მე ბევრი რაღაც არ მომწონს სახელმწიფოში მაგალითად ჯანდაცვაში რო არ არის სათანადო რეფორმები არ მომწონს და მაგას მე რო ვლაპარაკობ არავინ არ ლაპარაკობს არც ერთი ოპოზიცია არ ლაპარაკობს პირბადების კანონი რომ მიიღეს გამეცით პასუხი პირბადების კანონი რომ მიიღეს რომ აი მიტინგებზე პირბადები არ შეიძლება თან გაქანებული ზამთარია გრიპია ველოდებოდი ახლა ოპოზიციურ პარტიები ატეხავენ აბებს რომ ბუჯო თქვენ ოჯახაშენებო თქვენს რომ ეს არ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რომ ხალხს ვირუსები და ტიპები ხმარ რა მოიღეს ეს ოპოზიცია ეს არის ოპოზიცია ეს ფარჩაკები ბუჯო აგერ კონკრეტულად სახელმწიფო მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება როცა მხაკაძის პირბადები აკრძალეს ვაღიაროთ რა და ხო ბიჭო ველოდებოდი ახლა მე ვთქვა რა აგერ ყველაფერი ხა ველოდებოდი რომ აი ისინი ატეხავენ ამბობს ნუ მე დაუდგები გვერდში რომ აი სწორია ერთი პოლიტიკური პარტია არ მოიღო ხმა ტიპებს მარტო აინტერესებს მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაში და ის რა ჭირდება ადამიანს ამაზე არ უნდა ლაპარაკობს აი ეს არის და ოპოზიცია არავინ არ მომწონს იმიტომ რომ ერთი მეორეზე ვარესები არის იმიტომ რომ ერთი არ გამოვიდა რაც ადამიანებისათვის მოქალაქეებისათვის და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ რამე ქემაინც დააყენა საკითხი. ჯანდაცვის საკითხი ტიპებს არ აინტერესებს. განათლების საკითხი ტიპებს მარტო აინტერესებთ ანაკლი სპორტის ფულის დაბრუნება და ხელისუფლებაში მოვიდნენ და წველონ ბიუჯეტი. მეტი ტიპებს არაფერი არ ხახნო მოდი სიმართლე ვილაპარაკოთ რა. აი ეს არის თელი უბედურება რომ ქვეყანაში არ არის იქნებ ერთი აი ევროპაში არის რაღაცა ბანძი პარტიები, რაღაცა პატარა პარტიები, რაღაცა მწვანე პარტიები, რაღაცა გვირილას პარტიები, ნუ რაღაცა იდეოლოგია აქვს და ნუ შეიძლება შენ რაღაცა არ მოხდა. აი იმას აყვები, ოკეი, პროსტა აი რადგანაც მაგარი ტიპები, აი მაგარი ტიპებიც არ აქვს ხალხო, რა უბედურება არის ეს. აი თეზენი უბედურება ეს არის, რომ არ არის არც ერთი ადეკვატური ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს. თქვენ მიტინგი გინახიათ, რომ ხელფასების აწევაზე დაგინახიათ. თქვენ დაგინახიათ, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან, რომ ექნების ხელფასების აწევაზე. ამაზე მიტინგი გინახიათ. თქვენ გინახიათ, რომ სწავლის დონის გაძლიერებაზე, ამაზე მიტინგი გინახიათ. ამაზე გინახიათ მიტინგი ქალაქში, რომ ყველა სკოლაში იყოს ადეკვატური და ჯანმრთელი კვება. ამაზე მიტინგი გინახიათ. ვაკელების მიტინგი. მარში თუ რა ჯანდაბა. ვერელების მარში ვაი თქვენს პატრონს და უბედურს რა. აი მიხვდით რა შეასახე. და აი ამაში ვიჭედები ძალიან მაგრა და ვინც დაბლოკეთ ჩემი თავი შემოგევლო. ვიცი რომ მაინც მიყურებთ ჩემო კარგებო და ვიცი რომ ჩემს გარეშე მაინც ვერძლებთ, იმიტომ რაც უფრო მეც მლანძღავთ. მით უფრო მეც მიყურებთ, მით უფრო მეც ლაიქს მიკეთებთ და თქვენი თამადობით ზუსტად იმიტომ არის ჩემი რეიტინგი გავარდილია კოსმოსში. 30 მილიონი ნახვარო აქვს ერთ ადამიანს. საქართველოში das არის 3 მილიონი და ეს არის იცით რასაც ნიშნავს და engagement-ი მაქვს, იცით რაც არის engagement-ი Facebook-ზე 1 მილიონი არის თვეში. მე უფრო მაღალი რეიტინგი მაქვს, ვიდრე ძალიან ბევრი უმრავლესი ტელევიზიების, რომელიც არის და სააგენტოები და ჯანდაბები საქართველოში. ეს არის ფაქტი. ეს არის რეალობა. არ მოგწონთ ცივწყალი დალიათ ონკანში, აგარ კაი ონკანი მაგარ. ონკანა წყალს დაკისხავთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისათვის. კიდევ ერთხელ თავიდან იყო პირდაპირ ვიტყვი, არადეკვატური იყო იმედია იმ ადამიანს თუ ხო არის ჩაწერილი ისე და просто ტრენინგი რო ჩაუტარონ, რომ ცოტა უფრო ზდილობიანად ესაუბრონ მოქალაქეებს. მაგრამ იმის მერე, იმ ერთის არის მერე, ყველაფერი იყო ძალიან ადეკვატური, ძალიან ზდილობიანი, ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, ყისერი რეაგირება, მოძებნეს ეს ადამიანი, რაღაც მიწისქვეშიდან რა ვიცი მე და თავარია ეს არის სიმართლე და სიმართლე უნდა ვთქვათ. და ოპოზიცია თქვენ რომ მე მლანძღავთ. მე არც პოზიცია არა ვარ. ეს სამეჯდო პროჩი. მაგრამ თქვენ ისეთი ანტაგონისტურად მაწყობთ თქვენ საწინააღმდეგოთ, რომ გეონებით მაიძულებთ, რომ სახელმწიფოს უფრო დაუჭრო ხარი ვიდრე თქვენ. იმიტომ თქვენ მე არ მაძლევთ არანაირი, აი როგორ გითხრათ, აი ტრასინგ, ანუ ერთი პატარა რაღაცა მოსაბღუჭებელ რაღაცას, რომ აი ხარი დაგიჭიროთ, რაში დაგიჭიროთ, ხარი რომ დედაუტირეთ ქვეყანას, რომ ეს მიტინგები რო არის, ეს თვეები რომ ეკონომიკას რო დედა აქვს ნატირები. როცა ხარ ევროპაში, შენ გიყვარება დედა Facebook-ზე თავისუფლების მოედანზე ვზივარ, თავისუფლების მოედანზე რესტორანში ვზივარ, ჭამს რაღაც საჭმელს, ფხალი და რაღაცა და ჩავთე Facebook-ზე და რა ხდება, მე თქვა რუსთავაზე რაღაც ავტობუს ატრიალებენ და გავიხედე, აი თავისუფლების მოედანზე ვარ, პირველ სართულზე რესტორანი არის, აი რა ვიცი, აი საქართველოს ბანკის გვერდზე შენობა რო არის. გავიხედე, მანქანები დადიან, ხალხი და რესტორანი სავსეა და ისე ჰალუცინაცია ხო არ მიმართება მეთქი. მე წავიდე ვნახე. ნუ 100 კაცი რომელიც ნუ კაი 150 კაცი რომელიც გავიგე. ეს არის დემოკრატიის ნაწილი. საფრანგეთში ასე არის ყოველი დღე ყველა ქალაქში. მიჩვეულოთ მაგას. და აი ეს არის პრობლემა, როცა ჩვენ არ აგვაქვს იმის უნარი რომ დავინახოთ კარგი და არ აგვაქვს უნარი რომ დავინახოთ ცუდი. და როცა ცუდი არის, უნდა ვთქვა და თელი უბედურება რა არის, ის რომ ანუ თუ ქოცი ხარ, ასე უყურებ, თუ ნაცი ხარ, ასე ხარ. ეს არის მენტალიტეტი ჩადებული ტვინში და ბიჭო, როგორც ქართველი ხო უნდა დაინახო რაღაც პირდაპირ გეტყვი, ვიყავი ვარკეთილში. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ვაზის უბანში შეიძინა ბინა და ნუ წავედი სანახავად მოულოდზე რაღაც ოჯახში, კაი ქართული ოჯახი. ძალიან მესი ამოვიდა და ნუ მე წამოვედი ვარკეთილე ხახო ხაბაჭა მომივარ და თქვენ ვარკეთილში ხართ ნამყოფი? მე ვარ ნამყოფი იქ. აი ხუალინგი და რაღაცები. რა სკვერებია გაკეთებული, რა გამწვანება და რა განათება, ევროპაში არ მინახე მეგეთ რაღაცები. ეგეთ მე გამახსენდა სტამბული, უნდა მოსავიყო, მე თქვი ვაუ. ეს ხო სიმართლე არის. და ვარკეთილიდან ჩავდა, აი რაღაც მიკრორაიონები არ ვიცი ეს მიკრორაიონი, მე თუ ეს რა არის მეთქი და რაღაც, აი ერთი პარკი იყო, იმდენი ხე იყო, მე თქვი რა ამბავია, ამდენი ხე, მე თქვი აი სულ გამწვანება, აი გაპრია, ეს ხო ფაქტია. ახლა მიცახეთ ქოცი ხარო. რასაც ხედავ იმას ვამბობ, ხო? და ვინმეს თუ არ მოგწონ ვართ, ის ლაპარაკობთ სიმართლეს. კარი ღია არის და გაიარეთ რა. ვისაც ვჯერა გაგვატარეთ, გაიგიათ? ვისაც ვჯერა. მე მჯერა რომ საქართველო არის ასაშენებელი ქართველების მიერ. ეხლა ბოლოს დაგამატებთ. მე ვიყავი პირველი ადამიანი, არა მარტო საქართველოში, გლობალურ მასშტაბით, როცა თქვი რომ USAID დაიკეტა მეთქი. ლანძღვა გინება მივიღე საკმარისი და ქართველები ბჭყალებში ექსპერტებისგან, რომელიც ზუსტად ამ USAID-ის პროექტებზე რუსიან. მე თქვი რომ კანტორა დაიხურა მეთქი. ძალიან ცუდი ამბავი, მე მუშაობდი ამ ორგანიზაციაზე წლების მანძილზე და ერთ-ერთი პირველი ვიყავი საქართველოსთან, ალბათ ვინც ამ USA-თან ზუსტად ურთიერთობა მქონდა და ძალიან კარგად ვიცი როგორ მუშაობს და არაერთი მეგობარი, მაღალჩინოსანი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალჩინო და USAID-ის დირექტორის მოადგილე, ჩემი მეგობარი არის ყოფილი. ვაშინგტონიდან, ანუ რაღაცა მესმის ამ ორგანიზაციას და როცა ორგანიზაცია დაიხურა პრაქტიკულად ტრამპის შედეგად. მე თქვი რომ დაიხურა მეთქი და გზავნილი იყო ქართველებისთვის. ხალხო მოიმზადეთ მეთქი. პირველი USAID-ის და ყველა ამერიკის მთავრობის დაფინანსების წყაროები რაც იყო, ეს იყო გრანტები, ეს იყო soft კრედიტები და ასე ყველაფერი შეჩერდება მეთქი. შესაბამისად, თქვენ როგორც ქართველებს გირჩევთ რაღაცას. მოემზადეთ. გირჩევთ ახალი სამსახურები მოძებნოთ, სანამ დრო არის. მეორე,
გაითვალისწინოთ, რომ ესენი თქვენ ფულს არ გადაგიხდით, რომ USAID და ბევრი ამერიკის მთავრობის პროექტები როგორ არის, შენ განახორციელებ სამსახურს, შეასრულე და შესრულებული სამსახურის ინვოისს წარადგენ და მე აგინაზღაურებ. ეს იქნება ხელფასი, დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი და ასე შემდეგ. და მე თქვი, რომ თქვენ არ აგინაზღაურებთ თანხას და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ეს ვინმე გითხრათ? ეს ვინმე გითხრათ? არავინ არ გითხრათ. და გითხრათ, რომ თხილად იყავით მეთქი, ცუდად არის ჩვენი საქმე მეთქი რა. მე ვიძახი მსოფლიოში და განსაკუთრებულად ქართველებს და თხილად იყავით. დღეს უკვე არის მარტის თვე. თებერვლის თვის ხელფასები აიღეთ, ვინც მუშაობთ ამ ორგანიზაციებში, რა თქმა უნდა, არა. ეს არის არა მარტო ორგანიზაციები, ეს არის ასე კომპანიები, რომელიც არის სუბკონტრაქტორები და ჩვენ ვლაპარაკობთ 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, კომერციული ორგანიზაცია, CP და ШპС და ასე შემდეგ, რომელიც არ მიიღებს და პრაქტიკულად ჩვენ გვექნება 100-ზე მეტი გაკოტრებული ორგანიზაცია ქვეყანა, მარტო საქართველოში. აი ეს არის ფაქტი. ჰოლანდიის მთავრობა შეაჩერა ძალიან დიდ დაფინანსება 2.4 მილიარდით შეამცირა დაფინანსება. გლობალური საქართველოს რა თქმა უნდა მოყვება მაგ თემაში. ევროკავშირი ძველი ბიუროკრატიული ბებერი ქალივით არის, აი როგორ ბებერი ქალი იცით, აი ბებრეხუნა 200 წლის ქალი რო იქნება, ხო იცი? აი წარმოგიდგენ 200 წლის ბებრეხუნა ქალი. რატო ქალი და არა კაცი? იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა იყოს პამადასაც წაისმოს, ბიგუდებს გაიკეთებს, მაკიაჟს გაიკეთებს, პედიკურს გაიკეთებს, საქმემდე ჯერ არ მიდის და აი ყველაფერს ხო გაიკეთა, ხალხი ყდება გვერდზე და აი დაიცა მაცალე, მე ექიმთან წავა, მე ანალიზებს გაიკეთა, აი ესე რომ ბიჭო წადი პენსიაზე, ხო? არა. აი ასეთი ქცევა აქვს ევროკავშირს და ევროკავშირის საბოლოო ჯამში აი გამოუყოფო საქართველოს 200 მილიონ ევროს. თქვენ გინახეთ ეს 200 მილიონი евро, რომელიც გამოუყო არასამთავრობო და სხვა სექტორებს, სახელმწიფოს არ მიცო და თქვენ ეს ფული გინახეთ, მე არ მინახია. ეს არის რეალობა. ხო და აი ეს არის ზუსტად, როცა შენ ამბობ სიმართლეს და რაცა აი პირდაპირ აი სახეში რო ურტყავ, რომ ეს არის რეალობა. გამიგე და ამდენი ახლა მაგ შეკითხვა 100-ზე მეტი ორგანიზაცია, ჩვენ ლაპარაკობთ 1000-ობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. და ყველაზე დიდი უბედურება რა ის რომ ადამიანები არც კი იციან რომ უმუშევრები არიან. კიდე მუშაობენ. საქმეს აკეთებენ, რაღაცას პრინტავენ, რაღაცას ბეჭდავენ, რაღაცას სასტუმროებში რაღაც დაქირაებული აქვს და იმ სასტუმროს ფული რო არ მიიღებენ ეს და ეს ორგანიზაციები იქნებიან გაკოტრებულები, იმიტომ რომ ვალდებულება აიღეს, მაგრამ ვერ შეასრულეს. ეს არის რეალობა. გააქირავეთ ბინა უცხოელზე, გააქირავეთ ბინა ორგანიზაციაზე. ეს ორგანიზაცია თქვენ ფულს ვერ გადაგიხდით, იმიტომ რომ ეს ადამიანები უკვე არიან უმუშევრები. ეს არის ფაქტი. და აი მაგაშია საქმე, რომ აი ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო ოპოზიცია თუ არაოპოზიცია განწყობილი ადამიანები. თუ სიმართლეს და აი როცა გეუბნები თვალებში, ეგ არის ფაქტი, ეს არის რეალობა. და იმიტომ ჩემ თვალებში ყოველდღიურად ოპოზიცია ნულდება. ნულდება კი რა, აი პლინტუსის ქვეშ უკვე მოხდა რა. აი არ შეიძლება ასეთი ბრიყვი იყო და არ შეიძლება ასეთი არაადეკვატური იყო. ადამიანი ჩემ წინააღმდეგ იძალადა. სიტყვიური შეურაცხყოფა მომაყენა. პოლიციამ სათანადო რეაგირება, კიდევ ერთხელ სავარაუდოდ მე არ მაინტერესებს იმ ადამიანს არც სახელი, არც გვარი, არც სად მუშაობს, არ მაინტერესებს. რატო უნდა მაინტერესებს? მაგრამ თქვენ ხო გაინტერესებთ და მე პასუხი ასეთი არის. მე გავაკეთე ისე რომ არ მინდა მეთქი, აი წერილს და აი არის რაღაცა გზები, მე არ მინდა მეთქი. ამ შესახებ არც დააჯარიმოთ, არც ასამართლო მინდა, არაფერი არ მინდა. კანონის სხვა გზებიც არსებობს, აი ის გზებს მიხედეთ მეთქი და მე რაც ჩემი მოთხოვნა არის, პოლიცია შეასრულოს ზუსტად 24 საათში. ეს არის გზავნილი ყველასთან. გაბედეთ. ეხლა მე კარგი ვიყავი და კაი ხასიათზე კი არა, ელემენტარულად გეუბნებით, აი შეიძლება კაი ხასიათზე არ იყო და ერთხელ შეიძლება ახსნა განმარტებითი ბარათი ადამიანი შეიძლება გაძვრეს, მაგრამ მე ამით აღარ გაძვრება. ეს არის გზავნილი ყველასთვის, რომ ძალადობა ისჯება ამ ქვეყანაში. ნებისმიერი ტიპის ძალადობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური. და მყისიერი რეაგირება იქნება. ვინც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო. და ის ტიპი კიდევ ერთხელ სავარაუდოდ იყო რაღაცა სიპის, სავარაუდოდ პროსახელმწიფო ისიც იქნებოდა რა.
ტიტუშკები თუ რა ვიცი რო შეხედა რუჟაზე აი ტიპიური აი კოორდინატორები ხო ეს აი ნაცების კოორდინატორები იყო და ახლა ქოცი აი ესეთი ტიპაჟია სურათზე რო შეხედა მიხვდები ვინც არის რეაგირება ხო შეიძლება თქვენს აი არა რეაგირება მოხდა მიხვდით რისი თქმა მინდა ანუ თავისიანი ბჭყალებში თქვენი გაგებით თავისიანი დააყენეს თავის ადგილას არა მარტო ეს პატრიარქთან უცხო ქონდა შეხვედრა ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ზოგიერთი სასულიერო პირის კომენტარიც კი გამიკვირდა თქვენ გქონდა რეაგირების გარეშე და შესაბამისი რეაგირება და ასე იქნება მომავალშიც მე მყავს თელი გუნდი ჩემს გვერდით ამ წლების მანძილზე გუნდი ჩამოყო და ყველა კომენტარი იშიფრება ჩემთან აბსოლუტურად არა მარტო ჩემი კომენტარები არ მოს სხვა სოციალურ ქსელებში როცა რაღაცა იწერება სულ სკრინშოტები მომდის ეს ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივი არის დღეიდან როცა ვინმე მომაყენებს შეურაცხყოფას ამყესიერი ასოხი იქნება კანონის ფარგლებში და იმედი არის მალე იქნება კანონი მიღებული სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფაზე და სოციალურ მედიაში შეურაცხყოფაზე ასევე იქნება დასჯა იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომი ძალიან საშიშია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას უნდა მოიღოს ბოლო სიტყვის თავისუფლება არის სხვა რაღაც ცილის წამება არის სხვა რაღაც როცა ადამიანი მეუბნება რომ შენ უნდა მოკვდე და უნდა მოხკლათო ამაზე უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული ჯარიმაც უნდა იყოს 5000 ლარი ცოტა ცოტა მეტი უნდა იყოს რომ მეორჯერ არ გაბედოს და აკონტროლოს თავისი ემოცია ვინმე არ მოგწონს გაიარე ძმაო კლუბში როცა ვარ და ვიღაც არ მომწონს არც კი უყურებ იმ ადამიანს უყურებ ის ვინც მომწონს ის სიამოვნებს ვის არ სიამოვნებს აი როგორც ცარიელი ადგილია ჩემთვის და ეგ არის და ეს ოპოზიცია თუ პოზიცია ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმედია გზავნილი გასაგებია ყველასთვის ქუჩაში ერთი თვე ვარ საქართველოში პატივისცემა სიყვარული სითფო საჩუქრები ესე იგი ჩხუბი მიწევს რესტორანში რომ გადავიხადო ბატონო გიორგი რასია საუბარი და აი როგორ გითხარით იცით აი ეს არის ნამდვილი ადამიანების პატივისცემა და ადეკვატური ადამიანების და არადეკვატური ადამიანები მიიღებენ მყისიერ პასუხს გონია მომავალში შემეცოდებიან არა მომავალში იქნება უფრო და რაც უფრო მეტი იქნება არაადეკვატურობა მით უფრო მეტი იქნება არაადეკვატური პასუხი ყველასათვის კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებთ და მე მჯერა რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და კიდევ ერთხელ ძალადობა საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს არანაირი ძალადობა და ჩვენ პოლიციას ძალიან დიდი მადლობა პირადად ჩემი გამოცდილება აჩვენა 24 საათში მოძებნეს ნახეს თავის საქმე გააკეთეს დანარჩენი უკვე ეს უკვე მეორე ხარისხოვანია ბოლოს Facebook-ზე არის unfollow და block-ი არ მოგწონ გაიარეთ მე არაფერს არ ვკარგავ თქვენ გჭირდებათ გიორგი ფხაკაძე და გიორგის ფხაკაძე თქვენ არ ჭირდებით პირდაპირ გეტყვით რა მე ვეხმარებ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ჩემი დახმარება. მე უზიარებ ინფორმაციას იმ ადამიანებს, ვისაც სიამოვნებს და აინტერესებთ. თუ არ გაინტერესებთ, გაიარეთ რა. ჯანმრთელობას გისურვებთ. აბა თქვენიც.